ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ სკოლა ინტერნატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მძიმე საყოფო ცხოვრებო პირობებზე საუბრობენ 12 დევნილ ოჯახთან ერთად. კორპუსში ადგილობრივი ეკომიგრანტები ცხოვრობენ, იძულებით გადაადგილებულები ამბობენ, რომ მათ დროებითი საცხოვრებელი 2 წლის წინ საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცა. დევნილების თქმით, მათ სურთ ლენტეხში დარჩენა და შენობის დაკანონებას ითხოვენ. ცარიელისა და ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე სტეფანე ამბობს, რომ შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის და ეპარქიას არც დევნილების გამოსახლების და არც მათთვის ფართის დაკანონების უფლება აქვს. ეთხოვდი თავიდან ეთხოვდი ან გაგვიფორმონ აქ და ან სადმე თავშესაფარი გვინდა. თუ არ გვიკანონებენ და მაშინ სხვაგან აქ ადგილზე თავშესაფარი მიწესა. შენ კარგად ცხოვრობდა. მე სადუწყობ 20 წელიწად ცოდო არ ვარ ხალხი. ფართი რაშიც ფაქტიურად 2 ათეული წელია ცხოვრობენ. ვერ დაუკანონდათ თუ არ დაუკანონდათ, გაურკვეველია რატომღაც დღესაც. ისინი მოდიან ჩვენთან სამსახურში, ეთხოვენ დახმარებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის იმდენად სერიოზული პრობლემა, რომ ცდება ჩვენ კომპეტენციას. არავითარ შემთხვევაში არავის გაყვანას იმ ტერიტორიიდან თქვათ იმ დევნილებისა არ ვაპირებთ და არც არავისთვის არ გვიმართავს რომ თქვათ როდესმე ისინი რამდენ ხანსაც დაჭირდება მათ ყოფნა იმდენ ხანს იქნებიან და არავით არის პრობლემა ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მათ არ ექნებათ. რაც შეეხება დაკანონებას, რა თქმა უნდა, დაკანონებას ვერ დაუშვებთ, იმიტომ რომ ამ ტერიტორიის დაკანონება ახლა მათზე